იმისათვის, რომ სემესტრის ბოლოს იოლად დავითვალოთ გაცდენების რაოდენობა, შევდივართ მონაცემების ველში. Აი ამ გამოსულ გვერდზე ვაჭერთ დასწრების პროცენტული მაჩვენებლის რეპორტს, დავაჭერეთ აგერ კუთხეს, მივუთითებთ კლასს სადამრიგებლოს, მივუთითებთ, რომ გვინდა ყველა მოსწავლის, მივუთითებთ, რომ გვინდა ყველა საგნის და ვაჭერთ შესრულებას. ველოდებით სულ რაღაც წამების განმავლობაში და აი ახლა ვიჭერთ ხელში ტელეფონს, ტელეფონითაც შეიძლება მსგავსი რაღაც გაკეთება, მაგრამ გამოვიყენე კომპიუტერი და ტელეფონით მივადექი კალკულატორი და აგერ გაკვეთილის რაოდენობა არა და გაცდენების რაოდენობა აგერ 1, 2, 3 ესე მიუმატე, ის რით ჩამოდიხარ თქვევით, იმახსოვრებ დაუშვათ დათვლილი გაქვს, აი სახვით გამოყენებითი 0 აქამდე ახვედი. ჩამოხვალ მე აი ამას დაითვლი, იმახსოვრებ ბოლო ვინ იყო დაუშვათ სამოქალაქო განათლება იყო ხო ბოლო, ეხლა არის მათემატიკა 7 გაცდენა, ავწიეთ სევით მათემატიკა და კალკულატორით ვითვლით აი ეგერ რაოდენობას. მე მგონი ძალიან იოლი მიგნება. ცდომილება შეიძლება ხა თვალი აგიჭრალდეს ერთი იყოს, მაგრამ ძირითადად იოლად ითვლება ძალიან. ეს არის სულ. გამოიყენეთ აბა გოგოებო და ბიჭებო.